გამარჯობათ. ფიზიკაში არსებობს ასეთი ტერმინი ენტროპია. ამ სიტყვაში იგულისხმება მიდრეკილება დაშლისაკენ, მოუწესრიგებლობისკენ. ეს არის ენერგიის ვარდნა სრულიად სამყაროში. საეკლესიო ენაზე მას ხრწნილება ეწოდება. თავიდან ენტროპია არ არსებობდა. ის შეიქმნა ეშმაკისა და ადამიანის შეთანხმებული მოქმედებით. როგორც მეცნიერები ამბობენ, დადგება დრო, როცა ენტროპია მთლიანად სამყაროს დაშლის. დაიშლება ატომები, გალაქტიკები. ენერგია გაიფანტება და კოსმოსი გადაიქცევა გაყინულ, ცარიელ, უსიცოცხლო უდაბნოდ. მადლმოსილ, ანუ ღვთის ენერგიით გამსჭვალულ სამყაროში ენტროპია არ არსებობდა. ცხოველები და ადამიანები მცენარეებით იკვებებოდნენ. არ არსებობდა სიკვდილი, არ არსებობდა სიბერე. სასუფეველში თითს ვერ გაიჭრიდით. ფეხს ვერ გადაიბრუნებდით. ბიბლია გვპირდება მომავალში ფიზიკა, მათემატიკის, ქიმია, ბიოლოგიის და მთლიანად კანონები რაც არის, მთლიანად შეცვლას, რა იქნება, როგორ იქნება, ეს გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს არის გარდაუვალი, მაგრამ სამყარო შეიცვლება კანონების დონეზე. ამ ყველაფრის გაკეთება სჭირდება რაღაც წარმოუდგენელი ცოდნა და ძალა და ეს ცოდნაც და ძალაც აქვს ღმერთს. სხვა ვერავინ ვერაფერ მსგავს ვერასოდეს ვერ გააკეთებს. როცა ღმერთი მოქმედებს, ჩვენს გარშემო ვითარდება რაღაც აუხსნელი მოვლენები, თითქოს თავისთავად. და ჩვენ ამ მოვლენებს სასწაულებს ვეძახით. ხრწნილება, ანუ ენტროპია, შეეხო არა მარტო სამყაროს, არამედ ამ პრობლემის შემოქმედს, ადამიანს. როგორი იყო თავიდან ადამიანი, ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ თურმე ჩვენ ვართ შეცვლილები, მთლიანად, სულითაც, სხეულითაც, სამყარო სულ სხვანაირია, ვიდრე თავიდან იყო. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სამყარო ენტროპიის გარეშე? წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც არასოდეს ძველდება. არ შეიძლება რომ დაძველდეს. ისეთი კანონებია მოქმედებს, რომ სახლი ვერ ინგრევა, ვერ ძველდება. სხეული, რომელიც არასოდეს უძლურდება. სიბერე რომ არ არსებობდეს და ახალგაზრდობა რომ არადიული იყოს და ვინმე სიბერეზე დაიწყოს ქადაგება, იტყვიან რომ გიჟია. ესეთი რამე არასოდეს არ გვინახიაო. დღეს სიბერე კანონია. წარმოიდგინეთ ნახატი, რომელიც არასოდეს უფერულდება, სილამაზე, რომელიც არასოდეს არ ჭკნება, არ შეიძლება რომ დაჭკნეს. მაგრამ ასევე ყოფილა სასჯელებიც, უბედურება, რომელიც არ შეიძლება რომ დასუსტდეს, სასჯელი, რომელიც არ შეიძლება რომ შემსუბუქდეს. იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ, რო გგონია, რომ ეს არის სტატიკა და რო არაფერი მსგავსის შეცვლა არ შეიძლება. სულ ასე იყო, სულ ასე იქნება. ეს ესე არ არის. რა ამტკიცებს იმას, რომ უფალმა დათრგუნა არა მარტო ეშმაკი. ეს უხილავი მოვლენა მოხდა 2000 წლის წინ და ჩვენ რომლებიც დღეს ცხოვრობთ, რითი დავამტკიცოთ ეს? მე უბრალოდ მიგანიშნებთ. არც ერთ რელიგიაში მართლმადიდებლობის გარდა არ არსებობს მაგალითად წმიდათა უხსნელი სხეულები. არ არსებობს ესეთი რამე. მუმიფიცირება არსებობს, მაგრამ კიევის ქვაბები თუ გაგიგიათ, კიევო-პეჩორის ლავრას ასე ეძახიან. იქ არის უამრავი წმინდანის სხეული, რომელთა ძვლებიდან
თავისთავად თითქოს მოედინება მირონი. ცოდვილი ღვდელი წყალს აკურთხებს ხოლმე და ეს წყალი 10, 20, 30 წელი დგა და არ ფუჭდება. მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობა ღვთისადმი მორჩილებით და მაშინ უხსნელ სამყაროში დიდი სიხარულით დაგველოდებიან. მერთვა გაგახაროთ.